ცხოვრება მძიმე განსაცდელებით არის ასავსე, ბოროტი იბრძვის. ხანდახან ისე მძიმდება ჯვარი, რომ ადამიანს ძალიან უჭირს. აი ამაში უნდა შევეშველოთ ერთმანეთს. აქ არის უდიდესი როლი სასულიერო პირისა, როგორც მოძღვრის, რომელიც ტვირთულობს სამწყსოს, სამრევლოს ჯვარს. და ასე ერთად ერი და ბერი სრულიად საქართველოს შეუდგებით და მიუყვებით ქრისტეს გზას. აღვიღოთ ეს ჯვარი და შეუდგეთ ქრისტეს. და იგი იქნება ისეთი ბედნიერების, ისეთი სიტყვების, ისეთი სიხარულის მომტანი, რომ ვერც ვიგრძნობთ ამჯერეს სიმძიმეს, როცა ადამიანი მართლა ღვთის შეწევნით და უფლის ერთგულებით ატარებს ამ ჯვარს. ჯვარი მაშინ ძიმდება, როდესაც შენ ღალატობ მას. როდესაც ერთგულებ უფალი ბრძანებს, უღელი ჩემი ტყვილარს და ტვირთი ჩემი მსუბუქარსო. მიუხედავად ბევრი ტკივილისა და განსაცდელებისა და ბევრი მწუხარებისა, ისეთი ბედნიერებაა უფლის გზით, მისი ჯვრით ტვირთვა, რომ ასჯერ რომ უკან დაგვაბრუნონ, ასჯერ იგივე გზას გავევლით. მადლობა ღმერთს ყველა განსაცდელისთვის, მადლობა ღმერთს ყველა მწუხარებისთვის, მადლობა ღმერთს ყველა წყალობისათვის.